თემა, რომელიც ყველას ძალიან გვაინტერესებს, ყველაზე აქტუალურია და ეხება თითოეულ მოქალაქეს. ეხება ვიზო მიმოსვლას ევროკავშირსა და საქართველოს შორის და იმ შესაძლებლობას, რაც საქართველომ და საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წლიდან მიიღეს. ეს თემა არის ყველასთვის საინტერესო, ძალიან აქტუალური და განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროკომისიაში რამდენჯერმე ითქვა იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც 2025 წლის ბოლოს გავრცელდა, რომ საქართველო დგას იმ საფრთხის წინაშე, რასაც ქვია ვიზო რეჟიმის დაკარგვა მოქალაქეებისათვის. ამ თემაზე ვიდეოს ვამზადებ და გავავრცელდება ხვალ, სადაც ვისაუბრებთ საფრთხეზე, რატომ მივედით აქამდე და რა რეკომენდაციების შესრულებაა საჭირო იმისათვის, რომ ვიზო მიმოსვლა არ დავკარგოთ ევროკავშირთან და არ დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რაც ჰქონდა 2017 წლამდე, როდესაც მოქალაქეებს სჭირდებოდათ ვიზის აღება იმისათვის, რომ ევროკავშირში ემოგზაურათ. დღეს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია ვიზო რეჟიმზე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის, რაც ევროკომისიაში დაადასტურეს, შედგა შეხვედრა და მარტიდან სრულად გაუქმდება ვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სავიზო ვალდებულების გარეშე ვეღარ გადაკვეთენ ევროკავშირის და შენგენის ზონას. ეს ეხება ჯერჯერობით მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს და პასუხია, როგორც კომისიაში ამბობენ, იმ ნაბიჯებზე, რასაც დგამს საქართველოს ხელისუფლება და იმ ნეგატიური და უარყოფითი დასკვნის შედეგია, რაც მოამზადა ევროკომისიამ ვალდებულებების შესახებ, რაც აქვს აღებული საქართველოს და რაც ევროკომისიის აზრით არ სრულდება. შარშან მიიღო ევროკომისიამ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის შეეზღუდათ მოგზაურობა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დიპლომატიური პასპორტებით ახლა ვიზით დადიან, როდესაც არის ამის შესაძლებლობა, სულ უფრო ნაკლებად ვხედავთ ჩვენ ვიზიტებს ევროპაში, მაგრამ ის ვიზიტებიც კი, რომლებიც იმართება და სადაც მაგალითად საქართველოს პრეზიდენტი იყო, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან პრემიერ-მინისტრი, მათ ვიზის აღება მოუწიათ იმისათვის, რომ გადაეკვეთათ საზღვარი და ემოგზაურათ, ან ვიზიტი განახორციელებინათ ევროპაში. უნგრეთმა და სლოვაკეთმა არ დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ რამე დაბლოკეს და ხელი შეუშალეს, ვინაიდან იმ საკითხებს, რაც ეხება uvizო მიმოსვლას, არ სჭირდება ერთსულოვნება და მიიღება 15 სახელმწიფოს თანხმობით. ხვალინდელ ვიდეოში მოგიყვებით ვრცლად იმის შესახებ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და რატომ დადგა დღის წესრიგში ევროკავშირის მხრიდან ვიზო რეჟიმის გაუქმება. რაზეა პასუხი და რა არის სამოქმედო გეგმა. შევხვდებით მალე დროებით, ნახვამდის.